საღამოშიდობისა, ზურა. სალამი. მადლობა პირველ რიგში რომ დაგვთანხმდი და ხარ ჩვენს სტუდიაში. ახალ წელს როგორ შეხვდი? ალბათ ამით ჯერ მოგილოცო პირველ რიგში. მადლობა დიდი, ახალ წელს რუსთავაზე შეხვდი. ახალ წელს მაგთან დაბადების დღე და ერთად შეხვდი დაბადების დღეს ახალ წელს და ხალხი გამოსვლასაც მილოცავდა. რამდენი წლის გახდა? 50 დავამკვალე. შვენიერი. 50 წლის ბალობაზე? ესეთი ნაცნობია. არა ხო. ხო, სულ არ გავხარ 50 წლისას. მადლობა. ვცდილობ რაღაც ფორმაში რომ ცოტა გამხდარიც გამოხვედი ციხიდან. კარგად, 22 კილო მქონდა დაგლებული. როგორ? დავდიოდი ბევრს და ერთი რომ დავდიოდი, მეორე ვარჯიშობდი და მესამე ხა მაინც და მაინც არ არის. საკვებიც არ არის ესეთი ხა რომ მაინც და მაინც ცდუნება იყოს დიდი რომ დააცხრე და ჭამოდა, ამიტომ რაღაცნაირად ეგრე გამოვიდა რა. დადიოდი საკანში? ხო, გონ ესე არა წინ და ესე მაგხელა ფართობი არ არის, მაგრამ წინ 8 ნაბიჯი აქეთ რა. და რამდენ ნაბიჯს გამდი? დღეს დავდიოდი სადღაც 15-დან 18 კილომეტრამდე. ყოველ დღე არ ჩამიგდია მეორე დღიდან არც ერთი. 15-დან 18 კილომეტრამდე. ვიცი როგორ არის, ითვლი ნაბიჯებს ესე რამდენია. მე იცი რომ წინ და უკან რამდენი ნაბიჯია და მე თითო გავლაზე იცი რამდენს გადიხარ რა. ნაბიჯებს აღარ ითვლი რა, მოკლედ წინ და უკან 1, მე 2, 3 და ესე იცი რამდენ ხანში ახალ სიტყვაზე 12 კილომეტრზე, 15 კილომეტრზე, 16 კილომეტრზე. და მაგას აკეთებ დღეში რამდენჯერმე რა. და გააჩინა თუ არ მეზარებოდა 15-ს გავდიოდი. ბოზო 18-ს გავდიოდი. თუ მეზარებოდა 15-ს გავდიოდი. ყოველ დღე არ ჩაგიგდია. არც. დაჟე გამოსვლის დღე რო იყო 8 საათამდე 2 კილომეტრის გავლა მოვასწარე, სანამ გარეთ გამომდგეს. ანუ გამოდის რომ მხოლოდ კვებას არა, ანუ ამ აქტივობას კი. კვებაც არის ისეთი რომ რაღაცა ვცდილობდი რომ იხო გრაფიკით არის რა, 9 საათზე მოდიოდი და საშუალოდ მოდიოდი ჩემთან 9-ზე პირველზე და 6-ზე დაახლოებით რა. დაშუალებებში არ ჭამ რა და პლუს 6-ის მერე აღარ ჭამ რა. ხანდახან რა ვიყოფილი რომ დღეები არ მიჭამია, რაღაც დღეებს ვაგდებდი, არ ჭამდი ხოლმე საერთოდ რა. და ეგეც რაღაც ისეთია. ერთ 5 ჯერ რო გააკეთებ, მე ამ დღეს როცა არ ჭამ, გზნობ რა როგორ წვავა ყველაფერს ორგანიზმში რა. რაღაცი დავამოამ. შემიძლია ის ქონდა დიეტოლოგი. ზურას დიეტა. სხვა თუ არაფერი გამოვიდა, ჩემგან დიეტოლოგი გავხდები. და ეხლა რო გარეთ რო გამოხვედი, არ მოიმატე ცოტაოდენი? ახალ წლებზე ხერთ 3 კილო მაქვს მომატებული, მაგრამ ისეთი არაფერი ხა იქაც ქონია რომ რაღაც ცოტა მოიმატია, მე ჩამოსულ. კი, გვისაუბრია თუ საუბრია სხვა პატიმრებსაც, მაგრამ იქ მე მგონი ვერავის ვერ ნახულობთ, ხო? სულ ხარ ოთახში. საკვებიც შემოაქვთ? ანუ საკვები არის სარკმელია, რომელიც იღება და შენ გაქვს შენი ეგეთი ჯამი და რაღაც კოზი და პლასმასის დიდი კოზი და პლასმასის დიდი რაღაც ესეთი პირიანი რაღაც ჩანგალი და ნუ მიდიხარ ამ შენი იმითი ჯამით ამ სარკმელთან და რაღაც დიდი ის აქვს რკინის ურიკა, რომელზეც ალაგია რაღაცა რკინის ცისტერნები და რომელიც არის რაღაცა რა და ამ რაღაც კოშით ამოგიღებენ და დაგისხამენ, რა ვთქვა, სუპია, ბორშია, ლობიოა, ესე დაგისხამენ და შემოგაწვდიან და მე რა ჭამ რა. და გარეთ გასვლის შემთხვევაში დერეფანში თუ არის რომელიმე სხვა პატიმარი შენ ვერ გადიხარ, შენ თუ ხარ გარეთ, ყველა შეკეტილია. ან შენ თუ გადიხარ, ეგ ნიშნავს, რომ ყველა პატიმარი ან საკანშია, ან ექიმთან არის ჩაკეტილი, ან ადვოკატთან არის ჩაკეტილი, ან რა ვიცი, ფსიქოლოგთან თუ არის ვიღაცა, ყოველთვის შეკეტილია, ვერ დაინახავ, კომუნიკაცია გაქვს 0. და რატო არის ეგეთი კაცრი? ის არის, ამ კაცრი რეჟიმია. კაცრი რეჟიმია და მაგის გამო. მაგაზე უფრო კაცრებიც არსებობს. ხო. აი საბა სვიტარიძე არის ჩვენი მეგობარი, რომელიც მაგაზე უფრო კაცრი არის. ახაც არის სხვანაირი რეჟიმები, ღია რეჟიმიც არის, სადაც ნახევრად ღიაც არის, სადაც რაღაც კეთმანთან კომუნიკაციის საშუალება არის და ღია რეჟიმიც არის, ღია რეჟიმში ვიცი ყო, მე დაჟე ხედავდი ხოლმე ფანჯიდან ფეხბურთს ათამაშობ. და ეს იმითი გამოარჩევენ, გააჩნია ვინ არის პატიმარი? ეს ბლოკი, რომელშიც ჩვენ ვიყავით, მაგ ბლოკში არის ეგ რეჟიმი რა. ეს არის B ბლოკი არის, იქ სხვადასხვა ბლოკები არის და მე როგორც ხვდები, ამ B ბლოკში არის ეგ რეჟიმი რა. და B ბლოკში იყავით ყველა? კი, ჩვენ ვიყავით, ჩემგან ერთი საკნის გამოტოვებით ირაკლი ოქროაშვილი იყო, მე ერთი საკნის გამოტოვებით ჩემს ცართულზე იყო გვარამია, მე სანამ მამუკა ხაზარეძე გამოუშვებდნენ ერთი საკნის გამოტოვებით მამუკა იყო, მე მგონი იმის იქით მე ბადრი იყო, ჩემ თავზე იყო ზუსტად გივით არგამაძე, გივის გვერდით იყო ზუსტად სააკაშვილი, ცოტა აქეთკენ ზემოთ და მარცხნივარი იყო მელია, იქვე იყო ვაშაძე, მაგრამ მე ვაშაძე ჩამოიყენეს მეორეზე, ოღონდ აღარ მახსოვს რომელში იყო. ხო, ჩვენ ვიყავით ლუწების მხარეს რა ყველა. აი რაღაც ეგეთი საუბარის მაინც შესაძლებელია? არა ხო? ანუ თუ ორი კამერა გიყურებს სულ რამე ეგეთი როცა და შემოვლენ ეგრევე. აჰა. კი. ანუ რაღაცა ისეთი საეჭვო მოქმედება რაღაც თუ დაინახეს, ორი კამერა გიყურებს 24/7-ზე გძინავს, გვიზავს, გიყურებენ და შემოვლენ ეგრევე.
აი ციხის მენიუს თემასაც ამოვწურავდი, ახლა სარკმელთან რაღაც ჩამჩით გისხამენ, ყველაზე აი ამ ციხის მენიუდან მაინც ყველაზე მეტად რას გამოარჩევდი, რა იყო ის რაც შენ როგორ იყო, იცი პირველი კვირის განმავლობაში ვეცადე ყველაფერი გამესინჯა რაც მოდიოდა. ის რაც იწერებოდა მაგალითად გდანის ციხეზე ამ ყვებაზე რაღაცა ჭუჭყიანი მატლები და ეგეთი რაღაც არაფერი მსგავსი არ ყოფილა. არაფერი ეგეთი არ იყო, არც ერთხელ შვიდის განმავლობაში მსგავსი რამე არ შემიჩნევია. ის რომ რაღაცები გემრიელი არ იყო და შეიძლება ვერ შეგეჭამა, ეგეთი ბევრი იყო. და პირველი კვირის განმავლობაში ვეცადე ყველაფერი გამესინჯა და ხო რაღაცა ეხა სიტუაციაც კარტოფილი სალატი იყო, რომელიც რო გავსინჯე ხრაშუნოდან მოუხარშავი კარტოფილი იყო, არ იყო ბოლომდე მოხარშული, რაც ეხა შეჭამ არაფერს არ გიზამს, მაგრამ ნუ რავი, ან მე ვასება არ შევჭამე რა. ქათმის ხორცი იყო, რაღაც ჩახოხბილი იყო, რომელიც ხო ისეთი მოხარშული არ იყო, როგორიცაც მე ვარ შევჩეული და მე აიგენი აღარ ამიღია აღარასოდეს. რასაც ვიღებდი ხოლმე იყო ჰერკულესის ფაფა ორშაბათს დილით და ხანდახან კვირას შიმშილობდი ხოლმე და რო კვირას შიმშილობდი ორშაბათს დილით ჰერკულესის ფაფა ისეთი გემრიელი გეჩვენებოდა, რომ ძალიან გემრიელი ჭამდა და ჟაღასთან მომენატრა რაც გამოდი არ ვჭამია. ლობიო, ბორში, სუპი, ხარჩო. ამებისთვის ქონდა ხოლმე ყიდულობდი მაღაზიაში შეგიძლია რაღაცები იყო და ყიდულობდი მეგრულ აჯიკას რა, ისაც მიყვარს მე მეგრული სამზარეულო და ცხარეც მიყვარს და მეგრულ აჯიკას უშებოდი და გემოს აძლევდა. ისე ხა რო გითხრა რაღაცა გემრიელი რამე იყო, არა, ყველაფერი მოდის ცივი და არაფერი არომატიც არ აქვს ისეთი, რომ აი ნერწყვი რომ მოგივიდეს რამეზე, ეგეთი არის, მაგრამ მეგრული აჯიკით შეუძლებელი რაღაცა აზიური ცხარე რაღაცა წონიანას ვაკეთებდი ყველაფრისგან და მაგას ჭამდი. მაღაზიაში ყიდულობდი ხაჭო, მაწონი, ეგეთი რაღაცები, ყველი, მაგის მაგას ჭამდი ხოლმე საღამოს. კვირაში ერთხელ იყო ხოლმე რაღაც შემწვარი სკუმბრია, ორი ესეთი ნაჭერი მაგას ჭამდი, იქაური კვება რაც იყო. ბოლო 2 თვე იყო კიდე მზასამზარეულო სადაც შეიძლება რაღაცები შეუკვეთო რა და რაღაცები ვცადე და მე არაფერი რომ მეწონა და რაღაც ქათმის კატლეტი იყო ერთადერთი რომელსაც უკვეთავდი და მაგას ჭამდი. გარდა მაგისა იყო მაღაზიაში შეგელო გეყიდა ძირითადად ვაშლი იყო ხილიდან, სხვა ხილი არ იყო ხოლმე, ხანდახან იყო ხოლმე ბანანი და ძირითადად ვაშლი და ბანანი იყო. ერთადერთ ხელი იყო აგვისტოში, როცა ატამი გაიჩნდა და ნუ აი რაღაც ზეიმი მქონდა იმენა და ლეისის ჩიფსები რო არის, ხო იცი, შემწვარი კარტოფილი მენატრებოდა და მაგას ვყიდულობდი ხოლმე კიდე მაღაზიაში ბევრი მაგ ძალიან ნაჭამი. მაღაზია ვინც მოიგონა რომ კლავს ადამიანს არ დაიჯერო, ანუ ტროპი აი იმდენი მაგ ნაჭამი ნუ რა. ყოველ დღე ჭამდი, დღეში 2 წელს შეკვრას, რავი. თვეების განმავლობაში რა კარტოფილის მაგივრად. ვიდრე ციხიდან გამოვალთ კიდევ ცოტა ხანი საკანში დავრჩეთ. ხო, ძალიან დიდი დროა ხო, ჯერ მარტო იმდენი კილომეტრი გაიარო ამ პატარა დარბაზში. აი მაგის ენერგია ამაში ყველაფერს ითვლი, ანუ მე მაგ გავლილი ხა, გავლილი მაგ 3000 კილომეტრზე მეტი. ჯამში, ამ შუაში საკითხული მაგ დაახლოებით 40-დან 45000 გვერდამდე. რამდენი წიგნი გამოდის, არ ვიცი, რაღაც 100-120 წიგნი გამოვა ალბათ. ისენიც ქონა დათვლილი ხა აღარ მახსოვს რამდენი ფუშაპი მაგ გაკეთებული ატაკზე, რამდენი სკვათი მაგ ჩაგუზვა, ეგენი რაღაც ითვლი რა ყველაფერს რა ეს თვლა არის გართობა რა. რაღაც სხვა როგორ რა ითვლი რა რაღაცებს და ყველაფერი გაკ დათვლი რამდენს გაივლი, რამდენს ამას გაკეთებ, რამდენს შეჭამ, რამდენს ასიზავ. რაღაც რიცხვები მახსოვთ, რომ გამოვით თავში მქონდა ყველა რიცხვი. რა ლიტერატურას კითხულობდი? რომანებს, სამეცნიეროს თუ აი რა იყო მაინც უფრო? მაინც ამას დიდი ის არა გაქვს არჩევანი, ანუ თვეში გაქვს, რატო არის შეზღუდული არ ვიცი, გლდანში მგონი არ არის შეზღუდვა, ჩემთან შეზღუდული იყო თვეში გარედან შემოდიოდა მარტო 6 წიგნი. ანუ თვეში შეიძლება 2 ამანათი მიიღო და ამ ამანათში 3 წიგნზე მეტი არ შეიძლება რომ იყოს. წიგში გადის ოღონდ ყველაფერი, ამ ხელა წიგნი, ყველაფერი გადის წიგში რა. მე რასაც მიგზავნიდა გარედან იყო ეგ წიგნები, 6 წიგნი, ოღონდ 6 წიგნი არის ნუ რავი ხა, მქონია რომ ერთ კვირაში წამიკითხე 6 წიგნი, გააჩნია რომ სისქე იყო რა. სიტყვაზე თუ იყო 250-300 გვერდიანი, ერთ კვირაში დღეში ერთ წელს კითხულობ, დილით იწყებს საღამოს ამთავრებ რა. გარდა მაგისა პოსტით მიგზავნიდა ხოლმე რაღაცა ტიპის ლიტერატურას, რომელსაც მე ვეუბნებოდი და PDF-ით შეიძლება ეპოვათ, ბეჭდავდნენ და მაგას კონვერტში დებდა, როგორც წიგნია, როგორც პოსტა ეგრე შემოდის და სიტყვაზე არაძალადობრივ წინააღმდეგობას და რევოლუციაზე და ეგეთ რაღაც წიგნებს არავინ არ შემოგაგზავნიდეს, მაგრამ პოსტით ყველაფერი შემოდიოდა, ცალკე ბიბლიოთეკა მქონდა მაგისი. ეგეთი წიგნები, რომელსაც შევრად კითხულობდი, იმიტომ რომ უბრალოდ პოსტით იყო მოსული, ამობეჭდილი იყო უბრალოდ. გარდა მაგისა არის ციხის ბიბლიოთეკა. რომლის ხო, რა არის ამ ბიბლიოთეკაში? იცი როგორ იყო, დიდ სიას გაძლევენ და ამ სიდან უნდა აარჩიო.
შევა თავიდან შეგეშალოს და სიტყვაზე ჩაწერო რა ეს 3 წიგნი მინდა და გაატანო, მაგრამ რო გაატან შევა პასუხი მოდის თავიდან მოდიოდა 2-3 დღეში, ბოლოს უკვე მოდიოდა 1 კვირაში, რომ გაივსო ციხე ვიღაცები დაიჭირეს, მათ შორის კოცები დაიჭირეს ბევრი და თუ ის წიგნი არც ერთი არ აღმოჩნდა ბიბლიოთეკაში გატანილი აღმოჩნდა, უბრალოდ მოაქვს და გიბრუნებენ არ იყო და ხელახლა უნდა გააგზავნო. ამიტომ რაც გავაკეთე იყო, რომ 4 თაბახი მქონდა გავსებული და ვეუბნებოდი რომ აი აქედან რაც იქნება წავამიღეთ. ყველების მიერ 3, რავი 3 მოაქვს იქაც რა 3 წიგნი მოდის და მე იმ 3-ს რო გაატან, მე ახალი 3 მოაქვს და ნუ იდეაში რაღაცები ხელახლა გადავიკითხე, რაღაცა კლასიკა რაც იყო და ვიცანი და რაღაცები გადავიკითხე, მათ შორის რაღაცები რუსი ავტორები, რომელიც რუსულად ქონდა წაკითხული რაღაცები, ბულგაკოვი ქართულად წავიკითხე რა, პროსტო მევასება და ქართულად წაკითხული ამქონდა, ქართულად წავიკითხე და ნუ რა, ვიკაიფე რომ კაი თარგმანი იყო და ქართულადაც სასაცილო და კარგი წასაკითხი აღმოჩნდა. მაგრამ მე გეცლება, ბევრი არ არის ეგეთ წიგნები რა, ანუ მე იჩდება წიგნები, რომელიც ავტორებსაც ვერ ვცნობ რა, რავი, ვინ არიან არ ვიცი და ამ ავტორებში ჩემი დაკვირვებით ბოლოს აღმოჩნდა რომ თუ ქონდა რაღაცა ისეთი ბრიტანული გვარი ჯობდა ეგ შეგეკვეთა, იმიტომ რომ სავარაუდოდ იყო ვიღაცა ჩემთვის უცნობი ამერიკელი ავტორი, რომელსაც წაიკითხავ რა რაღაცა, იმიტომ რომ რამდენი არაბრიტანული გვარი შევუკვეთე, იმდენი გაიჩნდა ვიღაცა კომუნისტი საბჭოთა დროს დაბეჭდილი, ანუ ვიღაცა ბერძენი კომუნისტის წიგნები წავიკითხე, ვიღაცა სლოვაკი ვიღაცა კომუნისტის წიგნი წავიკითხე სლოვაკეთში 50-იანი წლების კოლექტივიზაციაზე, მაგ რომანი წაკითხული, აი რა, მაგას ცხოვრებაში არ წაიკითხა. იქ რომ მოგაქ იმის უკან გატანებას და ერთი კვირის ლოდინს, რავი, ყველაფერს კითხულობ, ვიტოვებ და კითხულობ რა. ვიღაც იტალიელი კომუნისტის რაღაცა წიგნი წავიკითხე, კიდე რაღაცა რომანი. ო სიგიჟეების სისრულეების მაგ ბევრი წაკითხული, ოღონდ ისეთი რა, რავი, ერთობოდი თან. რაც ქონდა ის რომ რაღაცები ვნახე ბიბლიოთეკაში, რაც არ ქონდა და მე დაუტოვე, მაგალითად ტოლკინი დაუტოვე. ბეჭდების ზანებელი, ბიბლია დაუტოვე, არ ქონდა ბიბლია და დიდი ბიბლია შემომიგზავნე საღათმა. რაღაც ბიბლია შემომიგზავნე, ბიბლია მქონდა იმ პონჩო წიგნი თუ არ ქონდა, თქვა გარედან ვეღარ წავიკითხე და შემომიგზავნე და ბიბლიოთეკიდან ერთად და აღარა მაგ და შველოდები ხა ბიბლიოთეკიდან როდის მოწიგნები და მაგ შორეში ბიბლია ხო იცი ისეთია, რავი, სადაც გინდა გადაშორე და კითხულობ რა და მაგითი ვავსებდი ხოლმე რა, ბიბლიით იმევშებოდი. ვეფხისტყაოსანი არ ქონდა ბიბლიოთეკაში, ვეფხისტყაოსანი დაუტოვე. ხო, რავი, შველოდებში ბიბლია მქონდა რა. და თან ისეთი იყო ის იმხელა შემომიგზავნეს არ ვიცი ადნახეს ის შიგნი ისეთ აპოკრიფული ტექსტებიც იყო არა არაკანონიკური ტექსტებიც იყო შეიძლება მართლა არ ქონდა წაკითხული რა არაზოს და რაღაცებს ვერთობოდი ვკითხულობდი რა ოღონდ რამე წავეკითხე თქვენ საკანშია ეხა ლილუაშვილი არა ლილუაშვილი არის მამუკა ხაზარაძე სადაც იყო იმ საკანშია ორას მეროშია როგორც მე საკანში ვინ არის ეხა ხო არ ვიცი ჯემი არზე არ ვიცი ვინ ცნობილი არავინ არ არის ვინმე შეუშეს თორე ეგეც არ ვიცი ჯეჯერო შეიძლება ჩემთვის არის ისე შენახული ალბათ მე უფრო გარეთ რო გამოვალთ მაგაზე მე ვილაპარაკოთ მაგრამ ყველაფრის რაც საკანში ხდებოდა და რაც საკეთებდით დარწმუნებული ვარ რაღაცნაირად სხვა ფიქრებით და სტრატეგიით გამოხვიდოდით გარეთ რა უნდა ქნაი ამ შემთხვევაში ამ ვითარებაში როგორც პოლიტიკოსმა და შემდეგ ამაზეც ვისაუბროთ მაგრამ გარეთ მაისურით ამაზეც კი ილაპარაკეთ მაგრამ ეს რაღაცა აი სულ მე ფიქრებოდა არ შეიძლებოდა რომ მაგალითად თქვენ კი თქვით რომ დიდი ქურთუკი იყო და არ შემოაგზავნინეს ამანათი სტანდარტებში არ ჩდებოდაო მაგრამ ვინმეს არ შეიძლებოდა ეთქვა რომ აი ზურა მოდი ჯემპრი ჩაიცი არ შეგცივდეს რაღაცა ეს ადამიანური მომენტი იმიტომ რომ დილის 8 საათზე დეკემბერში მაიკით გარეთ რომ ბიზნესში მან პრობლემა რა იყო? ჯერ ერთი რაღაცა ისეთი სურათი დაიხატა თითქოს რაღაცა პენტენციური სამსახური სურათ მეკცეოდა და ეგეთი რა მართლა არ ყოფილა. აუ, უბრალოდ არის ძალიან ხისტი სისტემა არის იმ გაგებით, რომ რაღაცა წესები რაც არსებობს, მათ შორის რაღაცები დაწერილი წესებია და რაღაცები დაწერილი წესები არ არის, მაგრამ იქ სწავლობ. ზეპირსიტყვიერი წესებიც არსებობს, რომელიც უნდა დაიცვა რა. მაგალითად ზეპირსიტყვიერი წესი არის, რომ დერეფა კორიდორში თუ მიდიხარ არ სიტუაცია მაგ ზეპირსიტყვიერი წესი არის, რომ შორტი არის აკრძალული. არცად არ წერია, მე ვერ წავიკითხე ყოველ შემთხვევაში რაღაც წესები რაც გამაცეს, რომ შორტი არ შეიძლება, შორტი არ არის, უნდა გეცოს აუცილებლად გრძელი სპორტული შარვალი და ყველა დადის გრძელი სპორტული შარვალი. ზაფხულში ცხელა რა სიტყვაზე და ეს სპორტული შარვალი მქონდა ხოლმე აწეული რა, ქვემოთ რაღაც მანჟეტი ქონდა და იწევდა შორტად იყო რა, რომ შორტად ყოფილიყო რა და სიტყვაზე მაშინ სწავლობ იმას რომ დერეფანში გადიხარ ბადრაგი გეუნება, ოღონდ გთხოვს ადამიანოთ რომ რაღაცა კამერაში ვერ გამოჩნდება ხა შარვალი თუ შორტია და შეიძლება გამოჩნდეს როგორც შორტი და რადგან შორტი აკრძალული, ამიტომ თუ შეიძლება დერეფანში რომ გაივლი, ჩამოიწე და ჩვევად ქონდა რომ დერეფანში გადიოდი, ამას ვიწევდი, მიხრებოდი, ორი ჩამოვიწე და ეგრე გადიოდი, რაღაცებს სწავლობ და უბრალოდ რაღაც მომენტში აცნობიერებ რომ იმდენად ხისტი სისტემა რომ რაღაცა ეს დადგენილი წესები რაც არის დაწერილი თუ ზეპირსიტყვიერი, ამ წესებს არ გადაუხობს არავინ არც ერთ შემთხვევაში, ანუ გამონაკლისები არ არსებობს რა. მე ერთადერთი რაზეც მქონდა პრობლემა სერიოზული პრობლემა იყო ბანაობა რა.
ანუ ეხა ის რაღაცები არის ჩემს სისტემურად შესაძლებელი ის რომ მაგალითად რამე დღემდე ამ სისტემაში ჩეჩმები არის უბედურება რომელიც საუკუნეა 21 საუკუნეა ჩეჩმა ისო დღემდე რაღაც არ ვიშება რამე სტანდარტი არსებობდეს საერთაშორისო მაგრამ ის კვირაში ორჯერ მეძზე ბანაობის საშუალება არ არსებობს და მარტო აგვისტო იყო აგვისტოს რაღაცა ნაწილი იყო და მოგცეს საშუალება რომ მესამე ბანაობა დაგვიმატეს ეგ პრობლემა არის რა გასაგებია რომ ცალკე შხაპი არა გაქვს მაგრამ ჩემს და ცალკე შხაპიც უნდა გქონდეს და რაღაცა იმაში გაყავხართ მაგრამ ბანაობა პრობლემა რა იწვის ყველაფერი ზაფხულია და ოფლიანი ხარ და რავი ბანაობა გინდა და ერთადერთი რაზეც გქონდა კომუნიკაცია რომ ვითხოვდი რომ მომეცით კიდე ერთი ბანაობის საშუალება იყო ბანაობა რა დაჟე აი არანაირი შეხება ვცდილობდი რომ მქონდა შეხება არავისთან არავის აფის არ ვაწუხებდი ნაკლებადაც მეტ პერსონას არც არავის და ერთადერთი იყო ფსიქოლოგთან შეხვდა მოვითხო რომ ფსიქოლოგს ვეუბნებოდი რომ ეგეც მაგპოში ვეუბნებოდი რომ მეთქი ერთი ბანაობა დავიდო თორე გავგიჟდები კედლებზე დავიწყებ სიაროს მაგრამ ნუ ცადა იმ ქალბატონმაც ვიღაცებს მიწერა რაღაცა და მოვიდა ორი კვირის მერე მითხრა რომ არავის შანსი არ არისო წესი ეგეთიაო და შენთვისო დაუშანო მაშინ ყოველს უნდა დაუშანო და მე მეცინო და მეთქი დაუშვა რა რას გთხოვთ მეთქი რომ ვიღაცა ვისაც უნდა მესამეჯერ ბანაობა დაუშვით აბანავეთ რა ის ხო არა სადღაც რამე სამუშაო ხო არ არის საკნიდან გამოყავ და 10 მეტრს გავიდა შხაპია შედიხარ 15 წუთი გადაივლებ გამოყავ ზაფხულია რა არა ვერა მაგის მიღმა ანუ ქცევა და დამოკიდებულება რაღაც არის ძალიან ისეთი რა საქმიანი და პროფესიონალური ყველასი რა პერსონალი ვინც არის ბადრაგი იქნება თუ ექიმი იქნება თუ ფსიქოლოგი იქნება თუ ვინც იქნება უბრალოდ რაღაცებს აცნობიერებ რომ აი ისეთი რიგიდული ის არის რა საბჭოთა ფრაზა იყო ეგეთი ნიპალოჟენა ხო იცი რაღაცას თუ გეუბნები ნიპალოჟენა არ ვაჭრობას ლაპარაკს იმას არაფერს აზრი არ აქვს რა ხო და ჩემ შემთხვევაში რაც მოხდა ის რომ რაღაცები რაც ჰქონდა წიგნები მქონდა დარჩენილი სანამ გამოვიდოდი და რაღაცა ერთი-ორი ტანსაცმელი იყო რაღაცა ისეთი არაფერი რა და უბრალოდ ისე დავგეგმე რომ გამოსვლის წინა დღეს გარეთ გამომეგზავნა ეს ამანად გამოვეგზავნე გარეთ და გარედან უნდა შემოსულიყო ქურთუკი რომელსაც ჩავიცომდი რა წინა დღეს ხდებოდა და ეს ქურთუკი აღმოჩნდა რომ იყო რაღაცა არასტანდარტული ჩვეულებრივი ქურთუკი არის ანუ არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ ცოტა სქელია რომ სამთრისა რა და იმის გამო რომ აი ნიპალოჟენა არ შეიძლება შემოგზავნო უბრალოდ არ შემოგზავნეს იმიტომ წესი არის ეგეთი რომ არ შემოგზავნეს და არ დაუშვეს ეგ გამონაკლისი და მეორე რაც მოხდა იყო ის რომ მე რო ვიკითხე დაახლოებით გამოშოვდა 3 კვირით ადრე როდის გამოდივარ რომ ამიხსნეს 22-ში მიწევდა ერთ დღეს საპატრიარქო ხჩუქნისო და შესაბამისად შაბათ-კვირას ემთხვეოდა ამიტომ 19 გამოდიოდა პარასკევსო და რო კითხე როდისო პირველი პასუხი იყო მითხრეს რომ რავი 19-შო გაიღებოდა როცა გინა წადიოდა იქ არაფერი აღარ მიკითხე 3 კვირა იყო კიდე დარჩენილი მაგრამ რაღაც ცოტა ხის მერე ვიფიქრე არაფერი ეგრე არ არის რომ როცა გინდა ქენი ყველაფერი არის განსაზღვრული და დაახლოებით 1 კვირა იყო დარჩენილი კიდევ ვიკითხე რა რომ მეთქე რომელ საათზე თქვა და მითხეს რომ რავი დაახლოებით თუ ესე გამოდის ხოლმე რომ 11-ის ნახევრისთვის ვიყავი მზადო და სამეთად მე გარეთ ყველას გავაგებინე რომ მე 11-ის ნახევარზე გამოვდივარ და ყველასგან коммуникация იყო რომ ოკეი რავი 10 საათზე ოჯახი ჯგუფები აქედან 9-ის ნახევარზე გამოვუშვით რომ ყველას იცოდა რომ ცოტა ადრე მოვალთ რომ ვაი და ცოტა ადრე გამოხვიდე და მე გამოშვების დღეს 15 წუთი იყო რაღაცა მოვჩი ვარჯიშს და სიარულს და დალაგებას, ყველაფერი დავალაგე რომ მეთქი რაღაც მოწესრიგებულს დავტოვებთქო. და ბადრაგმა მითხრა რომ მომემზადეო მეთქი ის მომემზადო მეთქი და გავდივარ მეთქი და ისო გადიხარო 15 წუთში და 15 წუთის გავიდა 45 წუთის გავიდა 8 საათი გახდა და 8 საათზე არის რეგულარული ყოველდღიური შემოწმება საკნის როცა მოდიან, საკანის კარები იღება, შენ გადიხარ გარეთ დგები, ისინი შედიან საკანში, ათვალიერებენ თუ რაღაცა შეიძლება გაჩხრიკონ და მე გამოდიან, მე ისევ შენ შედიხარ, ისევ კეტავენ. ყოველდღიურად ხდება ეგ რა. რომ გეძინოს უნდა გაიგოს, არასოდეს ამძინებენ, მაგრამ მაინც. ხო და რომ მოვიდე მე მეგონა მეთქი რა იმ ბადრაგს პროსტა რაღაც აერი ან რაღაცა და გავედი ჩოლებრად რომ მეთქი ესენი შემოლა შეამოწევდა მითხესო წავედითო და წამოიღე ნივთები მეთქი არაფერი არ მაქვს ვარ მეთქი და წამოვით მაგდოს კიდე დერეფნებია იქ რა ბევრი გვირაბები რაღაცები დადიხარ კიდე გზაში ფიქრობდი რომ მოვდიოდი რომ მეთქი ეტყობა რაღაცა პროცედურებია გასავლელი საბუთების შესავსები ისა მანამდე 2 დღით ადრე გამიყვანეს რაღაცა ანაბეჭდები ამაღებინეს და რაღაც ეგეთი რაღაცები მეთქი ამაზე წავა ალბათ რაღაცა დრო და ალბათ რაღაც 10-11 ნახევრისთვის მომიწევს გარეთ გასვლა თქო და გამატარეს რაღაცა აქეთ იქით რაღაცა ჭიშკარი გამიყოს გავა და გავიშთი გარეთ რა და თან იქ ის არ ვი დამყოფი ხარ თუ არა იქ არ არის ის არ არის რუსთავისა ცენტრში კი არა ხარ რუსთავი და გარდაბანის გადაბმაზე ანუ არაფერი არ არის ცოცხალი ადამიანი არის ხო რა და წინ დავინახე რაღაცა ლავაცა თუ რაღაცა ეწერა 24 შუზე აი ანთებული იყო და მე გადავალ იმასთან დავჯდები რა მე მიცდობს ვეჭო თან ტელეფონი იქნება დავრეკა გავაფრთხილებ და რავი დაველოდები მეთქი 1-2 საათი რა და ისიც დახვდა დაკეტილი და შანსი არ მქონდა რომ ვერავის ვერ ვაგებინებ რომ გარეთავარ და 2 საათი ვიცი რომ პროს გავიყინები ან მე კარგად უძებ სიცივეს და სიგრილე მიყვარს ზოგადად სიცხე მაგრამ ნუ ხვდები რომ მაისურით მოვკვდები გავიყინები ამოდი უკან ისევ შევედი და პრობლემა ამანდაც ის იყო რა ეს ხის წესები არის ხისტად აქვთ რა და არ არცო უთხარი რომ
ტელეფონი მათხოვე დაურეკავ რომ გავაგებინო გარეთ ავართქო მითხრა რომ არა უფლება არ აგვაქვს მეთქი მაშინ შენ უფროს დაურეკე მეთქი რა და ჭიშკარი შევაგე და შევედი ისევ ციხის ტერიტორიაზე და დაურეკა მან ვიღაც უფროს და ვიღაც უფროს იქიდან რომ დამინახა ისევ შესული აშკარად აიჭრა და რაცია ეჭირა და იქიდან მითხრა რა გინდაო და რა გნებავთო და მეთქი დაარეკვა მინდა მე ტელეფონი მათხოვე თქო და არა უფლება არ აგვაქვს ვერ დაგარეკინებო და მე ცალდები დავაწექი პირდაპირ იქ რაღაც ოთახები იყო და მეთქი მან შევალ მეთქი პეუნებით არა თან მივდივარ თან ველაპარაკები მან შევალ აქ დავждები მეთქი სიტყვაში და დაველოდები მეთქი რავი როცა ჩამოვლე მეთქი ჩემები მეთქი და არა მაგის უფლებაც არ ამაქვს აქო და მეთქი აბა რა ვქნა ესე ვიყო მეთქი გავიყინო მეთქი ესე თქო და ვერაფერი ვერ მოიფიქრა აიღო ეს რაცია ხო იცი როგორ აიხო მე ტელეფონს იღებენ იწება რეკვა ეს ურეკავს ვიღაცას კაც მაერტი სადამდეადის მინისტრამდეადის მოადგილემდე თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებას და ბოლოს რაღაცა 15 წუთი რო დგავარი და თან ვიყინები ოღონდ ეს ხდება ციხის ეზოში ამან მითხრა რომ გარეთო გავზანდითო და მოსაცდელი არის სადაც მისაღები არის იმასო გაგიღებთო. ოღონდ ისიც გაყინული არც გათფობა, არც არაფერი შუქი არ ჩამქრალი 10 საათზე იღება და ვითომ ვადაზე ადრე უნდა გაეღო და გარეთ გამოვედი და 10 წუთი კიდე მაგასო ველოდებოდი. არაფერი არ გაუღიათ, არც აუნთიათ, უბრალოდ ტაქსი გაჩერდა, რაციაზე ელაპარაკებოდნენ, პროსტ გაჩერდა, იმიტომ რომ რაციაზე ლაპარაკება თან ტარება არ უნდოდა და გააჩერა მაგით. და მივედი ფანჯრას დაუკაკუნე ტელეფონით შევა მათხოვეთ მე დავრეკავ და დაგიბრუნებ მეთქი და მიცნო იმან აი კაცმა და კითხა რომ აქ რა საკეთებო და რავი ეს ციხიდან გამოვედი მეთქი ხა მეთქი და გაიც მიყურე და თან თვალი ეგოლე რომ ფარული კამერა იყო მაიკით დგავარ დილის 8 საათი და ყინვაში გარდაბანში და ვეუბნები რომ ციხიდან გამოვედი თქო და ცოტა ხანი მიყურე და მომცა მე ტელეფონი და რომ დავრეკე ტელეფონი და ნატას ველაპარაკე ჩემს სოსომეთ გარეთავარ მეთქი რომ მისმენდა ეს რა თან და მიხვდა რომ არ ვღადაობდა არაფერი არ არის და მითხრა რომ რავი ჩაჯექე მანქანაში ხوار დაქტოებო ესო გაიყინებო და ვიჯექი და რაღაცებს ლაპარაკობდით რა იმ კაცს მადლობა რავი 1-40 წუთი გამატარებინა მანქანაში სითბოში და მე ჩემი მეგობრები ან რუსთავში ცხოვრობენ რაზმა მოვიდა და იმასთან გადავჯექი რა ხო და ანუ ეს მინდოდა გაასაგებია ეს ხისტი წესები და რაღაც ეს რაღაც უაზრო ხისტის ამბავი იყო მეტი ის რომ ვაზე გამომიშვეს დილით ეგ იყო ცალსახად არა პენიტენციური ამბავი არამედ ზემოდან პოლიტიკური დავალება რომ ცხადია გარეთ ხალხი არ დამხვდებოდა ეს ამბავი ეს ემპათია და ის რომ ის რომ ქურთუკი არ მქონდა და ის რომ არ დამარეკინეს ეგ არის უბრალოდ ციხის ხისტი წესების ამბავი და არა რაღაცა მიზანმიმართული რაღაცა რომ მე უნდა გავყინულიყავი და რაღაცა მაგრამ ვინმეს არ შეეძლო რომ მაგალითად ქურთუკი მოეცა შენთვის ან ჯემპრი მოეცა მორიგეს ადამიანურ ამბავს ხადია შეეძლოთ მაგრამ როგორც გითხარი ამ წესებს იცავენ ძალიან ხისტად რა კეთილი კარგი მოკლედ ძალიან ესეთი სევდიანი ამბავიც არის მაგრამ პრინციპში მოსალოდნელიც ეს იყო სხვას იმიტომ რომ რაღაცნაირად როცა ადამიანს იმისთვის შეარჩევ რომ დასაჯა შენი ინტერესების და გამო ესეც რომ მოექცე გასაკვირი არ არის გარეთ ყველაზე უფრო მეტად რა ანვინდა გხდა შეცვლილი აი ამ 7 თვის შემდეგ ну ადამიანებში თუ სიტუაციაში ადამიანებშიც და სიტუაციაში ალბათ ну აი თვითონ ადამიანებში ალბათ ჩემი ყველაზე პატარა შვილი კოსტა რომელსაც ხასიათები აქვს შეცვლილი რომელიც ძალიან მოწეპებული იყო ჩემზე დაბადებიდან რატომღაც ხო არის რაღაცა შვილი რაღაცნაირად ეგრე მოწეპებული ბათ წინა არ იყო და ეს ძალიან მოწეპებული იყო შეცვლილი ნახსავთ ისეთია უფრო ნაკლებად დამჯერი ცოტა გაჯიუტებული, ცოტა გაღიზიანებული, პატარაა ძალიან რა და როგორც ჩანს ამან იმოქმედა მაინც. სიტუაციასაც შეეხება ну რაღაცები არის შეცვლილი, რაღაცები უკეთესობისკენ არის შეცვლილი, ჩემს რაღაცები ცოტა უარესობისკენ. მე მგონი რომ შიში ბევრად მომატებულია ვიდრე მანამდე იყო და ამ რაღაცა რეპრესიულმა ზომებმა და რაღაცებმა მაინც იმოქმედა როგორც ჩანს ადამიანებზე. არ ჩანს რომ მაინც და მაინც რაღაცა ნიჰილიზმი და ეს არის უფრო გაზრდილი, იმიტომ რომ მანამდეც არაფერი ისეთი, ანუ მანამდეც არ იყო ისა. თუმცა უკეთესობა რაც არის, ჩემი აზრით, არის ის, რომ აქეთკენ პოლიტიკურ მოთამაშეებში, იმიტომ მე რაც დრო მარტო მაღაზია მაგ დახარჯული დილიდან საღამომდე მარტო უბრალოდ ხვდები და ყოველას ველაპარაკები და ნაჩვენს რაღაცა მეორე წრეზეც ვარ უკვე წასული რაღაც ნაწილთან. იმის გააზრება, რომ ერთობის გარეშე ამ ბრძოლის მოგება შეუძლებელი იქნება ჩემი აზრით უფრო მეტად არის ვიდრე მანამდე იყო. არა პოლიტიკურ მოთამაშეებში, აი სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები და აქტივისტები და რაღაცები ბევრად უფრო დაღვინებულები შეიძლება ითქვას. ხო, მეჩვენებიან, იმიტომ რომ ბევრი რაღაცები გამოიარეს, ბევრი რაღაცები ცადეს და უფრო რაღაცა რეალისტურად უყურებენ რაღაცებს ვიდრე მანამდე უყურებდნენ. რაც კარგი არის, ანუ ეს არის რაღაცა ორივე ჩემი აზრით კარგი ამბავია, იმიტომ რომ მე უბრალოდ ამჯერა რომ თუ ეს ძალების გაერთიანება არ მოხდა, რამე შეიძლება ჩვენ მოვახერხოთ და ამიტომ მაგის პერსპექტივები მგონია რომ უკეთესი არის ხა ვიდრე მანამდე იყო. ხო, თან გამოცდილებაც არის ალბათ არ გაერთიანების, კი არა გაერთიანების რომელიც ვერ შედგა.
გამოცდილებაც არის, ეს რეპრესიული ზომებიც არის, პარტიების აკრძალვაზე რომ მივიდნენ, ეგეც არის, ის რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ციხეშია დღემდე, ეგეც არის, ანუ ბევრი სხვადასხვა ფაქტორების კომბინაცია არის საბოლოო ჯამში ის, რომ მივიდერ ეს ადამიანი მის გააზრებამდე რომ რავი ხან ერთად დავდგებით ყველა და ძალებს გავაერთიანებთ და მართლა ძალა ვიქნებით და მართლა შევძლებთ რომ რაღაც რეჟიმს წინააღმდეგობა გავუწიოთ და საბოლოო ჯამში მივიყვანოთ ჩამოშლამდე ან თუ არა და რავი ცალ-ცალკე მაგის ძალა არავის არ შესწევს რა და ეგ არ არის პატარა ამბავი ან მაგაზე მიტო გაუსიხა ხაზი რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ეგ არის იმიტომ რომ იქიდან მე მაგაზე წლები მაგ დახარჯული მაგრამ იქიდანაც რო უყურებდი ამ ერთობაზე თითქოს ყველა ლაპარაკობს, მაგრამ ყველა არის რაღაცა დათქმებით რა. ანუ კი ერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ და მე რაღაცაზე იწყება რაღაცის ახსნა, ეს არ ნიშნავს ამას, ეს არ ნიშნავს იმას და როგორც კი მან შედიხარ და მან მიდიხარ, იქიდან მე რაღაც სიტყვაზე ორ თვეში უკვე ისეთი დისტანცირებული ვიყავი ამ ყველაფრისგან, რომ როგორც ჩვენ გარეშე მაყურებელი ეგრე უყურებდი, იმიტომ რომ სოციქსელები არა გაქვს, არის იქ რა ხდება, ერთადერთი არის უბრალოდ აი ეთერებს უყურებთ, რაღაც უყურებდი, ფორმულა, ტევე პირველი და ნუ იმათ არხებსაც, კოცების არხებსაც უყურებდი და გვერდიდან დამკვირვებლობის თვალში როგორც კი იწყება, რომ კი ერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის მე აღარც უსმენ, ანუ ხვდები რომ აზრი არ აქვს, ანუ სინამდვილეში არანაირ ერთობაზე მე ეს ადამიანი არ მელაპარაკება, იმიტომ რომ რაღაცა თავის დათქმების ჩამონათვალე აქვს, ამას თავის დათქმები აქვს, იმას თავის დათქმები აქვს, იმას თავის დათქმები აქვს და განცდა რომ შანსი არ არის, ანუ ესენი ერთად ვერ დაждდებიან, იმიტომ ყველა თავის დათქმებით მოძრაობს და მან ჩემი აზრით არის ერთადერთი სწორი პასუხი მაგ კითხვაზე, რომ ერთობა და მათ შორის ერთობის ნებისმიერი გამოხატულება, რაც გამარჯვებისთვის იქნება საჭირო ყველანაირი დათქმების გარშე. არანაირი დათქმა არ მაქვს, რავი. თუ დავინახე, რომ ეს არის საჭირო, ამას ვაკეთებ გამარჯვებისთვის. თუ დავინახე, რომ ეს არის საჭირო, ამას ვაკეთებ გამარჯვებისთვის, რომ გამარჯვება არის მნიშვნელოვანი. დანარჩენი ყველაფერი არის მე-19 ხარისხოვანი რა და მაგამდე ბევრი არის უკვე მისული რა, მაგის ხომ მინდოდა და ეს დათქმები და რაღაცები სულ უფრო ნაკლებია. თუმცა არის რაღაც პატარ-პატარა რაღაცები კიდე დარჩენი, მაგრამ ჩემი აზრით არა არსებითი რა. ჩემს არ არსებით. კიდე შემიძლია მაგ ნაწილში რაც ჩანდა იქიდან გითხრა რომ ორი რამე რაც აკლია ამ პროცესს არის ის რომ ერთი არ ადამიანებს ვეუბნებით სწორ რაღაცეებს რომ ჩვენი ბრძოლის სტრატეგია არის დგას რაღაც სამ რაღაცაზე ეს არის ართანამშრომლობა რეჟიმთან ეს არის გარედან წნეხი და ეს არის პროტესტი ოღონდ არ ჩანს ამ რაღაცებს რო ვაკეთებთ გზაში წინ მივიწევთ თუ ერთ ადგილს ვტკეპნით და ეგ ძალიან აშკარა არის, ანუ აი უყურებ და რაღაც კი აყვებით რომ რაღაცას ვაკეთეთ, მაგრამ რაღაცა გამოხატულება რავი, ამას რო ვაკეთებთ, მე ხარ აშვებით, უფრო მოძლიერდით, უფრო წინ წავიწიეთ, რაღაცით დაუახლოვდით ამ ჩამოშლის მიზანს, თუ ერთ ადგილს ვტკეპნით, თუ საერთოდ აზრი არ აქვს ამის კეთებას და რაღაცა სხვა არის, პირობითად ვიძახი რა. ეგ განცდა პროგრესის ჩვენება მიმდინარეთ და პატარ-პატარა წარმატებების ჩვენება, რომ ჩვენ ამას რო ვაკეთებთ, წინ მივიწევთ. ეგ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. და მეორე რაც ჩანდა არის, რომ ფინალური აკორდი საბოლოო ჯამში როგორ ხდება ეს ჩამოშლა, ეგ ახსნილი არ აქვს ჯერ კიდე ადამიანებისთვის და უბრალოდ ვიძახით, რომ რეჟიმი ჩამოიშლება, მაგრამ რა როდის დგება ეგ მომენტი, ცოტა არის გაუგებარი. ანუ რაღაცა რო კითხოს ადამიანი, გუში რატო არ ჩამოიშალა? აი რა ვიცი, ხო რატო ჩამოიშლება? ხო არა იქნება განსხვავებული იმისგან, რაც გუშინ იყო. ან დღეს რატო არის, ეხლა რატო არ იშლება, ჩვენ როცა მოსლაპარაკობთ, ხო? მაგ კითხვაზე პასუხი არის გასაცემი, ანუ როგორ მივდივართ ამ ჩამოშლავდეთ ეს ბოლო მომენტი, როგორ დგება, ეგეც არის ასახსნელი, რომ გასაგებია, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული ხაზები, ოღონდ ამ სტრატეგიულ ხაზებს როგორ მივყავართ და როგორ შეიძლება ადამიანმა ეგ იგრძნოს, რომ აი ჩამოშლის პირას არის უკვე მისული და აი ხვალ თუ არა რაღაც ერთ კვირაში ჩამოიშლება, ეგ ჩემს საჩვენებელი. ამ ორ რაღაცას თუ ადამიანებს ვაჩვენებ პლუს სხვა პატარ-პატარა რაღაცებთან როგორც არის მაგათად ალტერნატივა, ანუ ესენი ვარ იქნება მე ვინ იქნებიან, ესენი ვარ იქნება მე პირველი რაღაცები რა გაკეთდება და ეგეთი რაღაცებიც ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ ძირითადად ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი არის, რომ ძალის დემონსტრირება მოხდეს, რომ ერთად ვართ ყველა. არჩევნები ამ ქვეყანაში აღარ არის. ანუ რეჟიმი გეუბნება, რომ მიარჩენოს რაღაცას მინდა იმას დავწენ. სამამისად ერთადერთი შანსი, რომ რეჟიმი რეჟიმს უკან დაახევინოთ და ეს შეიძლება იყოს ვიღაცა ბიძინა გაიქცა, ან შეიძლება ეს იყოს რომ რაღაცები დაათმობინოთ და მეტნაკლებად ნორმალური არჩევნები ჩაატარებინოთ, რომელშიც შეხვალ უკვე არჩევნებში და არჩევნები დაამარცხეთ. ეს არის ისო ძალა უნდა არჩენოთ. ძალის ჩვენება გადის საბოლოო ჯამში იმაზე, რომ ქუჩაში უნდა გამოიყენო ბევრი ხალხი. წმინდათ მარტო მაგაზე, რომ ქუჩაში უნდა გამოიყენო რაოდენობა, რაც შეიძლება ბევრი, ეგ არის ძალა, ფიზიკური ძალა უნდა არჩენო. ქუჩაში ადამიანების გამოყვანა პროტესტი ჯდება სულ უფრო ძვირი. და რეჟიმი ამას სპეციალურად აკეთებს. ანუ ის რომ იღებს სულ უფრო დრაკონულ კანონებს ის რო იქ არის ჯარიმები, ის რო ტიტუშკები ესმიან თავს, ის რო ხალხს უსაფრთხებიან, ის რო ხალხს აწამებენ, ის რო შეიძლება ჩიხეში ჩაქვსან ტროტუარზე დგომისთვის პირობი. ეს ყველაფერი არის ის, რომ რეჟიმი სტრატეგიულად აძვირებს პროტესტში მონაწილეობის ფასს. რა შეიძლება მას თავარი გამოწვევა შენთვის ამ შემთხვევაში ხდება შიში. ანუ ადამიანმა უნდა გარისკოს, სულ უფრო მეტად უნდა გარისკოს, რომ ქუჩაში გამოვიდეს.
რომ პროტესტში მიიღოს მონაწილეობა. ანუ ეს სულ უფრო და უფრო სარისკო ამბავი ხდება. ადრე თუ ეს იყო რომ შეიძლება უბრალოდ დაეჯარიმებინე პატარა იმით, მე უცებ ეს ჯარიმა გახდა 5,000. მე უცებ ტიტუშკები გესმიან თავს, მე უკვე გიჭერენ, მე უკვე ტროტუარზე გიჭერენ. ანუ სულ უფრო ძვირიჯდება ეს ამბავი და სულ უფრო მეტი რისკი უნდა გაწიოს ნებისმიერ მოქალაქემ. ამ შემთხვევაში ერთადერთი შანსი რომ ადამიანები გამოიყვანონ ქუჩაში არის ის თუ აქეთკენ დაინახავენ ძალას რომელიც დაიჯერებენ რომ ეს ძალა არის მომგები და პლუს დაიჯერებენ ეს ძალა რასაც ეუბნება რომ ერთმანეთს არ ატოლებს. მათ შორის რომ ძალა რომელიც გასაგებ გზას გიჩვენებს გამარჯვებისკენ და შენ ამ მე უნდა დავიჯერო რომ შენ პირადად თქვენ პირობითად ხართ მომგები, ანუ საკმარისი ძალა გაქვს და პლუს თქვენ რასაც მეუბნებით რომ აი ესე მივად გამარჯვებამდე ეგ მაგზესაც უნდა დავიჯერო. თუ ამას დავიჯერებ მაგ შემთხვევაში გამოვალ და გავრისკავ. თუ არ დავიჯერებ მაშინ არ გამოვალ და არ გავრისკავ, იმიტომ რისკია. ჩვენთვის შეიძლება სამსახურიდან გამომაგდონ, შეიძლება ჯარიმა ავიკიდო, შეიძლება დამიჭირონ. არ გავრისკავ ამას, იმიტომ რომ არ მჯერა. ანუ არ მჯერა რომ მომგები ხარ, ან არ მჯერა რომ რა გზასაც ვთავაზობ ის გზა მიმიყვას მოგებამდე. ხო და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ერთადერთი შანსი რომ ძალა აჩვენო და ეს შიში დააძლევინო არის რომ უნდა იყოს დიდი ერთობა. ყველა გავერთიანდით და პლუს შეთანხმდით საერთო სტრატეგიაზე. ვეუბნებით რომ ჩვენ ყველა ერთად ვარ და აი ეს არის გზა. და ამ გზაზეც გასაგები რო იყოს, როგორი უნდა იყოს. ჩვენ რაც გვაკლია აქეთ ამ მხარეს არის ის რომ ყველა ერთად დავდგეთ და ესევე გასაგებად ადამიანს აუხსნა და ჩვენ ახლა გავაკეთებთ ამას, მე შემდეგ გავაკეთებთ ამას, შემდეგ გავაკეთებთ ამას და ესე გავალთ ფინალში რომელიც იქნება რეჟიმის ჩამოშლა ან უკან დახევა და ან გაიქცევა ან მე რაღაცა ისეთ არჩევნებს დავანიშნებ, სადაც ისინი ვერ ჩაატარებენ არჩევნებს, ან ისეთ პირობები ჩატარდება, რომ აზრი ექნება რომ იმას შევიდეთ და ვიბრძოლოთ და ესე დავამარცხეთ რეჟიმს. აი ეგ არის რაც იქიდან ჩანდა რა. ეხაც რომ დავდივარ და ამ ადამიანებს რო ველაპარაკები გინდა პოლიტიკურ ნაწილში, გინდა არაპოლიტიკურ ნაწილში, ამ ადამიანებს მაგას უხსნი და რავი, რო გითხარ რომ რამე წინააღმდეგობას ვაწყდები ან ვინმეს პრინციპულად განსხვავებული ხედვა აქვს, რომ აი ესე კი არა, ეს კი არ უნდა ვაკეთოთ, ეს უნდა ვაკეთოთ, ეგეთი რამე არ არის. ანუ ყველა იდეაში მეთანხმება, მათ შორის ძალიან ბევრი გაჩნდა არაპოლიტიკურ ნაწილში ესეთი ადამიანები, რომლებსაც სწორი ლიტერატურა აქვს წაკითხული ამ არაძალადობრივი წინააღმდეგობის და ზუსტად იგივე რაღაცები აქვს მათ შორის წაკითხული, რაც მეც მქონდა წაკითხული და იქაც კიდე რაღაცები გადავიკითხე. ამიტომ მან შეთანხმების ალბათობაც გონია რომ გაცილებით დიდია. შეიძლება განსხვავება იყოს რაღაც ტაქტიკურ ნაბიჯებზე, რომ აი ჯერ ეს გავაკეთოთ, მე ის გავაკეთოთ, ჯერ ეს ევქნათ, ჯერ ჩვენ ვქნათ, მე იმას რაღაც ეგეთი რაღაცები, მაგრამ ეგ ჩემს არ არის არსებითი რა. არსებითი რაც არის იქ ხედვები მეტწილად ემთხვევა. უბრალოდ ეხლა ეს ყველაფერი არის ერთად შესაძლებელი და ჩემი დრო ეხა მაგაზე იხარჯება. თან მათ შორის ესეთი პროცესი არის დასაწყები, რომ ეგ პროცესი არ იყოს ჩამოკიდებული არც ერთ არ ეს პროცესი არ უნდა იყოს მარტო ჩემზე ჩამოკიდებული. ხა მესმის რაღაცა მოლოდინები ჩემთან მიმართებაში ძალიან გაზრდილი არის, რომ ეხა ჯაფარა გამოვა და ჯაფარა ამას იზავს, იმას იზავს, მაგრამ ეგ პროცესი თუ ჩემზე იქნება მარტო ჩამოკიდებული, უნდა ესმოდეს ყოველას რომ მე დამიჭერენ. თამამის ალბათობა ძალიან მაღალი, მეტიც, ანუ თუ ჩემზე და შენზე იქნება ორივეს დაგვიჭერენ. ანუ ეს არ უნდა იყოს არც ერთზე, არც ორზე, არც ხუთზე და არც 10 კაცზე ჩამოკიდებული. აი როგორც პროტესტს ვერაფერს ვერ უშევენ, რომ არ არსებობს ერთი ადამიანი, ვისაც ჩაავლევ და პროტესტი მოკვდება, ეს პროცესი ისე უნდა დაიზაზე, ისე უნდა მიდიოდეს, რომ 1, 10, 20, რავი, 100 კაცი რო დაიჭერონ, მაინც არ უნდა გაჩერდეს. ანუ ეგეთი პროცესი უნდა იყოს და გაკეთებადი არის ერთადერთი ახლა რაც არის თავიდან შესათანხმებელი არის რაღაცები და ეს ერთობა რაღაცა არის, რაღაც სტრატეგიული ხედვების და იმის გარშემო უნდა შედგეს რა. გონია რომ გამოვა რა. უფრო მეტი შანსი ყოველ შემთხვევაში ვიდრე იყო 7 თვის წინ სანამ აი უფრო ღია აშკარა და ხილულ პროცესებს გაზაფხულიდან შეიძლება ელოდოს საზოგადოება. არა, მე მგონი უფრო ადრე შეიძლება მაგის ისა რა. მაგის დაწყება. თავარი ამბავი არის რომ რაღაცებზე შეთანხმდე გარე კომუნიკაციაზე შეთანხმდე, ანუ რაღაცები არის, რაც შეიძლება რაც არის საქმე ერთობლივად საკეთებელი რა. ბევრი რამე კი არ არის, ანუ აი ხა არავის რავი ხა განათლების რეფორმაზე ხა რაღაცა მუშაობა და მაგაზე დროის ხარჯვა და ენერგიის ხარჯვა, მაგას ხო შინაარსი ხა არა აქ, ან რავი ჯანდაცვის რეფორმაზე ან თავდაცვის რეფორმაზე, მაგას აზრი არა. რაც არის საკეთებელი არის, რომ უნდა გავერთიანდეთ, ერთობლივი კომუნიკაცია უნდა გქონდეთ გარე და ეს არის ერთობლივი სამუშაო, რავი აქციები და რაღაცები შეიძლება ვაორგანიზოთ ერთად და ეგ არის ერთობლივი სამუშაო. თავარი საქმე რაც უნდა იყოს ყველასე არის ის, რომ ხალხი თავხდების სტრატეგიული იმაზე, რომ ხალხი გამოყავს ქუჩაში. ყველა ტრიალდები და ველაპარაკებით ხალხს. აი პრობლემაა ეხლა. ეხლა მე ხო შენ გელაპარაკები და გიყვები რა არის პოლიტიკურად გასაკეთებელი. ამას რომ მორჩები და ადამიანები მე ამის შემდეგი ნაწილი უნდა იყოს, რომ ეს ერთობა რომ შეიძლება ყველა შევტიროთ და ხალხს აუხსნათ, რომ ხალხო ამაზე შევთანხმდით ჩვენ და ეხლა ეს უნდა ვაკეთოთ და მაგასაც რომ მორჩებით სიტყვაზე არ ვიცი ერთ თვეში, ორ თვეში მაგას რომ გავაჯენთ ადამიანებში ეს არის ხალხს საკეთებელი. მე იმ ხალხთან ერთად ყველა ტრიალდები და სხვა ხალხს ველაპარაკებით, რომ ხალხო ამიტომ სხვადასხვა არგუმენტებით რაც გინდა ის ელაპარაკეთ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ ქუჩაში უნდა გამოვიდეთ. ხო, სტუდიის მიღმა ხალხთან
მათთან უშუალო ლაპარაკი, ხო. ეთერებში ჭკუის სწავლება ერთმანეთის ეს კი არა ეს და ის კი არა ეს უნდა ილაპარაკოს და საკეთო ეგ დასაუკეთებელია. უნდა შეტრიალდეთ და ადამიანს უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველას გამოყავს ხალხი. კეთილი. ზურა, ალბათ ძალიან შეცვლილი დაგხვდა თავად ქართული ოცნებაც, იმიტომ რომ რაღაცა ბოლო ამ 7 თვის განმავლობაში, იმიტომ რომ ისეთი პროცესები ვითარდება თავად ამ პარტიაში, რომ აი ახალი მთავრობა რომ მოვა და ძველს რომ მიადგება ზუსტად ეს უბრალოდ ერთი და იგივე წიაღია, მაგრამ აღმოვაჩინეთ აგერ ამდენი წლის მერე რომ პროკურორს თურმე თუ ამ ბრალს დავეყრდნობით კაცი მოუკლავს ასე შემდეგ პრემიერთან აი ეს რა პროცესები არის ეგ არის ეჭვიანობის ამბავი აუ ყველაფერი იწყება იქიდან რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში რაღაც ლიმიტამდე მივიდა და იმის იქით აღარ მუშაობს. ანუ რაც არ ცადეს, რა თემებიც არ ცადეს, სადღაც მაქსიმუმი ადიოდენ 30%-მდე და ეხლა საერთოდ მაგაზე ქვემოთ არიან. მაგის იქით არ მუშაობს. ანუ რაც არ ელაპარაკ ამ ადამიანებს, რაც არ აუხსნეს დანარჩენებს, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით ომი იქნება, ჩვენ თუ არ ვიქნებით რაღაცა ყველა გეი გახდებით, ჩვენ თუ არ ვიქნებით ეს მოხდება. აი იმ ხალხის გარდა რომელიც ხელფასზე ყავთ დასმული და რაღაც ანიქიდან სიპებიდან, აიპებიდან, სახელმწიფო კომპანიებიდან, სახელმწიფო სტრუქტურებიდან საიდანაც აჭმევენ ან ტენდერებიდან აჭმევენ ნიშნობა. იმ ხალხის იმ ბაბლის იქით ვერ გადიან. იმათ ეუნებიან რომ ჩვენ ახლა რაღაცა ნეიტრალიტეტისკენ უნდა წავიდეთ, რომ ეს ქვეყანა ნეიტრალური უნდა იყოს, ეუნებიან რომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ურთიერთობებიღაცებთან, მაგრამ ისინი ხა იდიოტები ხო არ არიან, ანუ რა ბალანსზე არის ლაპარაკი? ლაპარაკი არის იმაზე რომ დასავლეთ დედასაგინებენ და იზოლაციაში ვარ სრული, შეიძლება დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, რაც ამათ ევასებათ და ერთადერთი ვისთანაც ლაგდებიან არის რუსეთი და ბოლოს საერთოდ აშხაბადში წავიდა და იქიდან ანახებენ რომ ესა იქ არის იწყდება თუმცა საქართველოს ბედიო და იმათი მხარდამჭერიც კი მაგაზე იდიოტი კი არ არის. ანუ ბალანსი იმასაც ესმის ისე რომ ყველა იმას უნდა რა ქართულ ჯიგრულ ამბავში იყოს ყველასთან ვიყოთ კარგად. ანუ ეგეც სამყაროს არ არსებობს, მაგრამ იმათ ტვინებში ეგეც სამყარო არსებობს რომ რა გვინდა ვის ვერჩით არავის არ ყველასთან ვიყოთ კარგად. ის არ უნდა მაგალითრებულიდან ევროპას რაღაც შეურაცხყოფა საფრთხე. არ მოწონს ეგ ანუ იმას მართლა უნდა რომ ყველასთან კარგად ვიყოთ რა რატომ უნდა ქონდეს პრობლემა ან ამერიკასთან ან ბრიტანეთთან ან გერმანიასთან იმასთან ყველასთან კარგად ეგრე წარმოუდგინეთ რომ ეგეთი რაღაცა ვარდისფერი სამყარო შესაძლებელი არსებობს იმიტომ რომ ამათმა დააჯერეს რომ ვითომ ჩვენ დაბალანსებულ რაღაცა შევძლებთ და ეხლა ისინი ხედავენ რომ არანაირი დაბალანსებული არ არის. ანუ აქეთ ვეხუტებით რუსეთს და შუა აზიას და იქიდან ვარ სრულ იზოლაციაში და პლუს რა ბენეფიტებიც გვაქვს, ეს ბენეფიტები შეიძლება დავკარგოთ. ადამიანები გაცილებით უფრო წავედ რეაგირებენ, როცა არსებულ რაღაცას კარგავენ, ვიდრე როცა რაღაცას პირდები და იმ რაღაცას ვერ იღებენ. ანუ ადამიანს შეიძლება ელაპარაკები და ეუბნები, რომ ჩვენ შევიყოთ ევროკავშირის წევრი და მაგრამ ქართული ოცნება მაგას გვაკარგვინებს, მაგაზე ნაკლებად ღიზიანდება, მაგრამ უვიზო რო აქვს და უვიზო რო შეიძლება დაკარგოს, ეგ ენთება, იმიტომ რომ ეს უკვე აქ ჯიბეში უდევს და ჯიბიდან აცრის ვიღაცა რაღაცას და ის არის რაღაცა დაპირება, რომელიც ან იქნება, ან არ იქნება. ხო და მან პრობლემა აქვს და ამ ეს წუხილები და ეს პრობლემები იმათ კვლევებში და ისინი ამაში ფულს ხარჯავენ, ივანიშვილი კონკრეტულად, ამოდის ყოველდღიურად და როცა ხედავს, რომ ადამიანებში ესეთი ბრაზია, გაღიზიანება, პროპაგანდა არ მუშაობს, ანუ ვერავინ არათუ ახალი ვერ მომიხრე, ვინ წყალს მომხრები, იქაც შიგნი ვიღაცები უკვე ნაწყენები არიან. იქ იწყება მე ეჭვიანობა, რომ ამ სურათს ყველა გზნობს და ყველა ხედავს და ვიღაცები თუ გაჩნდნენ ამ ქვეყანაში, ამ საზოგადოებაში საკმარისი ფინანსური რესურსით და თუ შეიკრა ეს ფინანსური რესურსები, შენ გაქვს ფული, მე მაქვს ფული, კიდე ვიღაცაზე ფული, ჩვენ ერთად შევკარით ეს ფული, შეიძლება უცებ ივანიშვილის და რუსების ხელისუფლებას აქ საფრთხე შეექმნას და შესაბამისად ეს შიზოფრენიული, პარანოიული ამბები, რომ დაერია ღარიბაშვილს უახლოეს ცოტა ხნის წინ უახლოეს გარემოცას, ეგ მოდის მაქედან და ეგ გაგრძელდება, ეგ დაუსრულებელი ამბავია. ანუ მე რო ვიძახდი, არა მარტო მე ბევრი იძახდა, რომ ჩეჩნეთიზაცია მოხდება თქო რა, საქართველოსი, ეგ არის ეგ, რომ როდესაც რეჟიმი უკვე ისეთ სტადიაშია, რომ ფეხზე კიდე უკვე თავისი ამ რაღაცა ფუფუნებაში ცხოვრების დამალვაც კი, რაც დამაზიანებელი შეიძლება ყოფილიყო მანამდე რეპუტაციულად, ანუ 10 წლის წინ, გინდა 5 წელი, 6 წლის წინ ეგეთი ამბავი რეაგირებდნენ ბევრად, ეხლა არაფერზე არ რეაგირებდნენ. არა, კიდიათ, ანუ ეხლა უკვე დემონსტრაციულად გეუბნება, რომ მე ესე ვცხოვრობ, მე ფულსაც ვიპარავ, სეიფში იმას თუ ედო 7 მილიონი ჩათვალე რა ვიღაცებს გაცებით მეტიც გვიდევს და კალაძეს რომ მეტი უდევს ყველა დარწმუნებული მაგაში, ყველა ამ ქვეყანაში ყველა დარწმუნებული მაგაში, მაგრამ ფეხებზე მკიდია, რას იზამ რომ ქუჩაში გამოხდა დაგამტრო თაყვას, არჩევნებზე მიხვალ და არჩევნებზე მაინც არიცხებსაც მინდა იმას დავწე და რას გავიკეთებ, აბა? ანუ რა ისაც არის კადიროვშინა რაც არის ჩეჩნეთში, რომ ეს კი აი ესე ვცხოვრობთ, აი ესე ფუფუნებაში ვცხოვრობთ, აი ესე ვიპარავთ, ყველაფერიც გვაქვს, გულავთ, გრიალეთ, კარგათავართ და რა მე, აბა რა გინდა?
რას იზამ რო გამოითქვა რამდენიმე აზრი ეჭვებიც მოვისმინეთ, ხო ყველა ქვეყნის ხო ყველა ექსპერტია და ამბობენ ხოლმე რომ თითქოს რაღაცეები ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით არ ხდება და ცხადია. მეც ასე ვფიქრობ. ასეთი რამე მინდოდა მაგას ამბობდე, მაგას რომ ამბობ უნდა ხვდებოდი, გესმოდეს რომ საბოლოო ჯამში სად არის ივანიშვილის ძალაუფლების წყარო სად არის და თვითონ ყობახიძის ძალაუფლების წყარო სად არის თუ არსებობს ეგეთი რაღაც ანუ როცა იზახი რომ ყობახიძე შეიძლება აჩოჩებდეს ბიძინას სად არის ყობახიძის ძალაუფლების წყარო ანუ ტიპი არის სოციოპათია ტიპი მეგობარი არ აყავს ის კი არა რომ რაღაცა თავის ხალხი არ აყავს და მეგობარი არ აყავს სადაც როგორ შეიძლება მას რამე დასაყრდენი ქონდეს ესო პროსტა ეხა ლუბიანკი და რუსები მას უჭერენ ხაზე ეგ არის ეგ გრამაფონშია არავინ ყობახიძეს მაგის გამო ძალაუფლებას არ მისცემს ისწავლება და ივანიშვილის შემთხვევაში გასაგები ამბავი გაქვს საკუთარი ფული უამრავი წყარო რაც არის ძალაუფლების და პლუს საკუთარი ხალხი ყველგან ძალაუფლების წყარო საბოლოო ყობახიძეს ამტკიცებს პარლამენტი საბოლოო ჯამში და იმ პარლამენტში ხალხი ვინც არიან ისინი არიან ივანიშვილის პირადად ერთგული ადამიანები რომელსაც მათ შორის ყოველთვე კონვერტით რაღაც ფულს უგზავნის მათ დიდ ნაწილს ყოველას თუ არა რა და ეგ არის მისი ძალაუფლების წყარო ყობახიძე როგორც კი ყობახიძე გასვდება იმ პარლამენტს დააპაშოლებინებს ეგრევე ან გამოიყვანს და როგორც ღარიბაშვილი ყვებოდა რომ ყველაფერი მაგრა გავაკეთე მაგრამ ეხლა უნდა წავიდე დავისვენო და მე რაღაცა ათონის თაზე რო წავედიო და გავაცაო გაუშვებს ეგრე ყველა შემთხვევაში ეგ რო შეიძლება თავში მოგივიდეს და მაგაზე სერიოზულად იფიქრო რომ ყობახიძე აჩოჩებს ბიძინას ანუ რავი სად ცხოვრობ მართლა ყოლბაში ხო არ ცხოვრობ თვითონ შენ რომ აი ეგრე წარმოდგენა არ ქონდეს საერთოდ იქ ძალაუფლების ცენტრები სადა როგორ არის განაწილებული რეპუტაციულად ეს ადამიანები პრინციპში ისეც არ ვფიქრობ რომ რაღაცა მყარი რეპუტაცია ქონდა თუმცა ეხა ეს საერთოდ აღარ არის მოკლედ ძალიან ისეცაც არ მინდა საერთაშორისო ამბებსაც მინდა რომ შევეხოთ მაგრამ არა მძლად ეხა რა ხდება თუ ასე შემდეგ თუმცა ჩვენ ეხა არქივშიც ვიქექებ გადაცემა შაბათის ფორმულას არქივში და რეპორტაჟები გაკეთებული გვაქვს აი რამდენიმე ბუნკერი აქვს მაგალითად ბიძინა ივანიშვილს ერთი ბუნკერი აქვს სოლოლაკიდან უნდა მიადგე და სახელმწიფო დაცვა დგას ერთი ბუნკერი აქვს სოლოლაკში სუსის ფაილებიც რო გავრცელდა ადრე იქაც იყო ამ ბუნკერებზე საუბარი და რაღაცნაირად აი ხა გამახსენდა კადრი აი მადუროს დაკავების რკინის კარში რომ ვერ შეასწრებს ფაქტია რომ თვად აი ამ ერთი კაცის გარშემო ტრიალებს ხო მთელი ეს ჩვენი ამბებიც ჩვენს შიგნით, მაგრამ საერთაშორისო ამბებს, ჩვენს გარეთ მიმდინარე ამბებს რა როლი აქვს იმაში, რომ აი ამ საზოგადოებას, რომელიც ძალიან დაგლიჯა და დაჩიჩქნა რეჟიმმა, რაღაცნაირად დაეხმაროს იმაში, რომ აი ამ რაღაც გამოუვალ და გაუვალ ტყელ ჯოჯოხეთიდან გაძვრეს და დაბრუნდეს მწყობრში ქვეყანა. მე მგონი ერთი რამე, რაზეც არ ვლაპარაკობ და სალაპარაკოა, არის ეს თემა, ეს რაღაცა ომის თემა, ჩემი აზრით არის შესატრიალებელი, იმიტომ რომ ამ კითხვას არ ვსვავთ რატოღაც და სინამდვილეში მაგ კითხვას უნდა უსვავდნენ ყოველ ჯერზე, როცა ჟურნალისტები მიადგებიან ყობახიძეს დადგება ხომ და რაღაცა ბრიფინგივით ატარებს ხომ რა. რა ხდება იმის მერე, თუ მიაღწია ტრამპმა იმას, რომ გააჩერა ომი უკრაინაში. მაგის მერე რა სად არსებობს და რა ტიპის გარანტიები არსებობს, რომ ჩვენ გადავრჩებით საერთოდ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. მაგ კითხვაზე ჩემს პასუხი არ არსებობს. ანუ რუსეთმა თუ ჩვენთვის მოიცალა დღეს ამ 13 წლის განმავლობაში რაც მოხდა ის, რომ ჩვენ აღარ აგვაქვს საერთოდ არც თავდაცვა, არც უსაფრთხოება და აღარ აგვაქვს არც ერთი მეგობარი. საერთოდ ანუ ჩვენს გამო არავინ თავს არ მოიკლავს და რა არის ის გარანტია, რითიც მათ შორის ამ 200 საუკუნიანი გამოცდებით რუსეთთან ურთიერთობის ჩვენ რუსეთი არ გადაყრავს. რატო არ გადაყრავს? იმიტომ რომ ბიძინა არის ჯიგარი და ბიძინა არის კაიკაცი და ბიძინა მიცის პუტინს როგორ ელაპარაკოს იმის გამო რომ 13 წელი მუხლებზე იდგენ რუსეთის წინააღმდეგ ეს გონიათ რომ იმეს გონია ეს რომ გადაგვარჩენს რავი მუხლებზეც გარა ეს ქვეყანა და ხელშეკრულების გაგვიფორმებია თავდაუსხმელობაზე და რავი მილიონი რაღაცა მაგრამ ყოველ ჯერზე ყლაპავს რუსეთი და აუ ეგ რეალობა შეიძლება დადგეს, ხო? ყოველ შემთხვევაში მინიმუმ ხედავთ, რომ ტრამპი ამაში რა თავის დროს და ენერგიას ხარჯავს, რომ იქ ომი გაჩერდა. იქ ომი თუ გაჩერდა, რუსეთი თავისუფლდება და მოიცლის ნებისმიერ მის საზღვარზე სხვა ნებისმიერი სუსტი წერტილისთვის და ჩვენ ძალიან სუსტი წერტილი ვართ და ანუ მეგობრები აღარ აყავს და საკუთარი თავდაცვა უსაფრთხოება არ აგვაქვს. გაფარჩაკებულია. როგორ გადავრჩებით საერთოდ, როცა ლაპარაკი არის ომზე? აი ამ შემთხვევაში რა გადაგვარჩენს? მართლა ის იჯერათ, იმ ხალხს მართლა მაინტერესებს იმის ჯერათ, რომ ბიძინა პუტინთან დაალაგებს, რომ რუსეთი დაიკიდებს საკუთარ საგარეო რაღაცა პოლიტიკას, რაც ქონია საუკუნეების განმავლობაში და პროსტა არ გადაყლაპავს, იმიტომ რომ ბიძინა არის რაღაცა კარგ ურთიერთობაში პუტინთან. თუ აი ვის იჯერათ მართლა არ მეს, ანუ ეგ საფრთხეა ჩემ აზრით ძალიან რეალური.
და მაგაზე არავინ არ ლაპარაკობს და ეგ არის ჩვენს მისატრიალებელი კოცებისთვის. მაგის მიღმა ნუ რა ვიხა მარტივი ამბავი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით ევროპა ეხა როგორი გამოგვიძებულიც არის ეგეთი ევროპა აქამდე არ ყოფილა და ნუ მაგას ხა ტრამპი როგორი ისეთი კონტროვერსიული ტიპიც არ უნდა იყოს ძალიან ეხმარება ევროპის გამოგვიძებას და მაგნაწილს ჩემს 100%-იანი როცა ევროპელებს ეუბნება რომ სისულელებში ხარჯავთ ფულს და პლუს ამ ზედმეტი რეგულაციები და რაღაცებით საკუთარი ეკონომიკა გააჩერეთ და თან გაჩერებულ ეკონომიკაზე მიუხედავად იმისა მხარი მაინც არ ახართ და რაღაცა ისეთიც არ ახართ რაღაცა ვიღაცით ახმარება გჭირდებოდეთ, მაგრამ იმის მაგალითად საკუთარ უსაფრთხოებასა და თავდაცვას მიუხედავად ფულს ხარჯავთ რაღაც სისულელებში და ნუ დახარჯავთ ამ სისულელებში და დახარჯეთ საკუთარ თავდაცვა უსაფრთხოებაში. და ჩვენ საბოლოო ჯამში წერვადიანად ძალიან გვაწყობს, იმიტომ რომ ძლიერი ევროპა მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკის ამბავი რთული რაღაცა არის. თავისთავად უცნაური ფაქტი არის ის, რომ თელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ტრამპი შეხვდა ყველას და ესენი კიდია ფეხებზე. აი ბოლომდე დაგიდებული ყავს ფეხებზე. აი არაფრად რო არაგდებ ეგეთი დამოკიდებულება აქვს. ეს არის იმის გამოძახილი, რომ ესენი იდიოტები არიან და რაღაც წერილებს წერენ საჯაროდ, სადაც შეურაცხყოფას აყენებენ მის ადმინისტრაციას და ტრამპს თუ რაშებიან. ამის გამო ხდება თუ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომ ეს ქვეყანა იმის გამო რომ რუსებს აწყობს, რომ ქვეყანა პოლიტიკურ იზოლაციაში მოაქციონ და ამ პოლიტიკურ იზოლაციის ნაწილი მათ შორის ამერიკაზეც ვრცელდება. შეიძლება ერთიც იყოს და შეიძლება მეორეც იყოს, არ ვიცი, მაგრამ ის რაღაცა პანიკის მაგვარი, რაც გამოიწვია ამ ახალი ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტმა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ დადო, ხო რავი, მე მაგ პანიკას მაინც და მაინც არ ვიზერებ. იმ დოკუმენტში შეიძლება იპოვო რაღაცეები, რაც ჩვენ მოკლევადიან პერსპექტივაში არ გვაწყობს, მაგრამ ასევე შეიძლება იპოვო რაღაცეები, რაც ჩვენთვის მომგებიანიც არის და ჩვენთვის საინტერესოც არის. მინიმუმ ის, რომ ის წერია, რომ ამერიკა დარჩება თავისუფალი სამყაროს ლიდერად და ყველა ქვეყანას მოუწევს არჩევანის გაკეთება, გაყვება თუ არა ამერიკას როგორც ამ სამყაროს ლიდერს თუ არ გაყვება, მინიმუმ ეგ ჩანაწერი დამაფიქრებელი უნდა იყოს ნებისმიერი დიქტატორული რეჟიმისთვის და მათ შორის ამ ქვეყანაში არსებული რეჟიმისთვისაც. მარტივი სიტუაცია არც აქამდე ყოფილა, მარტივი სიტუაცია არც ახლა არის. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ისო, თუ ჩვენ აქ ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის და მათ შორის თუ ამ ძალებს გავაერთიანებთ და რაღაცა ერთიანი ფრონტი გვექნება, ამ შემთხვევაში მხარდაჭერა ევროპიდან და ამერიკის მხრიდან იქნება გაცილებით მაღალი. ეს არის ერთი რაც შეიძლება ცალსახად ითქვას, თუ ჩვენ აქ ვიბრძოლებთ და ძალას დავანახებთ და გავერთიანდებით და სერიოზულობას ვაჩვენებთ, ამ შემთხვევაში მხარდაჭერა იქიდანაც და იქიდანაც იქნება გაცილებით მაღალი. კეთილი, მოკლედ ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა, თუმცა უნდა დავასრულოთ ეს ინტერვიუ, მაგრამ ერთი ამბავიც მინდა რომ გავარჩიოთ. პროპაგანდა ყველაზე მძიმე რაღაცნაირი ბინძური იარაღია და მათ შორის ის ადამიანები მონაწილეობენ აი ამ საძაგელ პროპაგანდაში, რომლებიც მაგალითად არ ვიცი, რომელთან ერთადაც ომი გადამგვიღია ძალიან რთულ ამბებში მომხვედრივალ და ამ პროფესიას რაღაცად ისე ჩამოშორდნენ, რომ ტრად წამოგვეკიდნენ ჩვენც კი. მაგრამ ამ ნაწილს თავი დავანებოთ, გამოხვედით თუ არა, პროპაგანდა მოგიძებნათ მაინც რაღაც, ასე ვთქვათ, მიზეზი, თქვენ ძალიან ბუნებრივად გაეცით პასუხი კითხვაზე, რა არის ყველაზე რთული ციხეში და ძალიან ბუნებრივი პასუხი იყო, რომ სექსის ნაკლებობა. თუმცა ამაზე ააგორეს დიდი რაღაცნაირი ამბები. ამასაც რაღაცა მინდა რომ გამოეხმაუროთ. მე არ მგონია რომ მე ისეთი იმიჯი მქონდეს, რომელიც შეიძლება მაგითი გააშალო. აი ესეც არის. მე მაშავებდნენ ბევრი რაღაცებით ამ წლების განმავლობაში, მაგრამ რავი, არ მოქმედებს ჩემზე რაღაცები. აი, სიტყვაზე სომხურ მოსახლეობაში ჩემზე აბაზრებდნენ, რომ მე ვარ აზერბაიჯანელი. ხო და რავი, ამაზე ფიქრობდნენ ალბათ, რომ მე რეაქცია უნდა მქონოდა, რომ მეყვირა, რომ მე არა ვარ აზერბაიჯანელი და რავი, მკიდია ეგეთი რაღაცები. ანუ აზერბაიჯანელში აბაზრებდნენ, რომ სომეხი ვარ და ალბათ უნდა მეყვირა, რომ არა, სომეხი არა ვარ და რავი, ეგეც მკიდია. ანუ არ აღვიქვამ შეურაცხყოფად არც აზერბაიჯანად ყოფნას და არც სომხად ყოფნას. ქართველებში აბაზრებდნენ, რომ ოსი ვარ, რომ გასიევი ვარ და მთელი რაღაცა მითი მოიგონეს, რომელსაც არ შეერდა, ვითომ მე ვარ გასიევი და რავი, ეგეთ კიდე, ანუ ეგეთ რაღაცებზე ვერ აღელვება არ მაქვს, იმიტომ რომ არ აღვიქვამ ეგეთ რაღაცებს შეურაცხყოფად, ისე როგორც აღბაზრებდნენ, რომ რადგან ყოფილა საკითხები, როცა რაღაცა LGBT თემის რაღაცა ადამიანის უფლებებს ვიცავდი, რომლებიც კონკრეტულად LGBT თემის მიმართ იჩაგრებოდნენ და ილახებოდა, რომ ვითომ გეი ვარ და რავი, არ აღვიქვამ არც მაგას შეურაცხყოფად, რავი, მყავს გეი მეგობრები და ჩვეულებრივი ამბავი არის. ხო და ეგეთ ისეთი რაღაცა არის, რავი, თქვი რომ ხო, სექსი პრობლემა არის, სექსი არ აქვს იქ და რომ მაშავებ, რას მაშავებ, ამით რომ ვინმე მარიცის, რომ ციხეში სექსის პრობლემა არის, ანუ ვიღადავე, ხალხები რომ ვიღადავე და რაღაცა მეგობრული პასუხი იყო, მეგობრული პასუხი, მაგრამ როგორ უნდა გამაშავო, მაგეთი მართლა ვერ ხვდები.
აუ რა მე რომელი რაღაცა ისეთი მოხუცი კონსერვატორი მემნახეს, რომელსაც რაღაცა პრობლემა აქვს განსეგზე ლაპარაკის ან რაღაცას. ყველა ნებისმიერ თემაზე მაქვს ნალაპარაკები და ყველა კონტროვერსიულ თემაზე საჯაროდ იგუგლება ჩემი აზრი და რატო გადაწყვეტეს რომ მაგითი მე რაღაც იმით შემილახავდნენ, არ ვიცი. სავარაუდოდ ეგეც არ არის, ალბათ მათი პროპაგანდის მიზანი არის ისე, რომ კიდევ ერთხელ საკუთარ ვიღაცა მხარდაჭერას ამ ბაბს დაანახონ, რომ მე ვარ არ ვიცი რა ვარ. გარყვნილი ვარ სექსზე რომ რაღაცა ვთქვი, თუ რა ვარ არ ვიცი, მაგრამ რაღაცა რომ ეგეთი არ ვიცი, ლიბერალი ვარ, რომელსაც შეუძლია ესე საჯაროდ პასუხი გაცეს ეგეთ კითხვაზე, არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა, მაგრამ ვერ მოდის ხოლმე ჩემამდე ეგეთი რაღაცები, იმიტომ რომ არ ვიღებ რაღაც ეგეთ რაღაცებს ბუნებრივი ამბავი მგონია, არ მაღიზიანებს და არ ვთვლი თავშეურაც ყოფილად რაც არ უნდა მომაკერონ. კეთილი, ხო ალბათ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ რაღაცნაირად ამათ ადუღებილ რაღაცებს არ ავყვეთ და ხო ის რომ თქვენ ამდენი წლის განმავლობაში მაინც საინტერესო პოლიტიკური ლიდერი ხართ, ეს ჩემგან კომპლიმენტი, მე მგონი ადრეც მითქვას, მაგრამ ახლაც მინდა რომ გითხრათ. მინდა რომ მიიღოთ და ვიდრე დავასრულებთ გავკადნიერდები და ჩემი მცირე რომანი მინდა რომ გაჩვიქო და დიდი სიამოვნებით შემდეგ რაღაც ეტაპზე ძალიან დიდი მადლობა თუ წავიკითხო უეჭველი ხო რა ვიცი მე მგონი რომ რაღაც ესე რომ შემოგეგზავნა მაგორიც მომიხევდნენ ვიცი ხო რომ მინდა აი თლიანად ყდა აქვს მოხეული აი თლიანად მოახიეს და ისე შემოვიდა მადლობა დიდი